შეწყვიტეთ ბრძოლა მოზარდებთან. თუ თქვენ და თქვენ შვილს ურთიერთობა აგერიათ, გახდა აგრესიული, დაუმორჩილებელი და ის რაღაცებს აკეთებს, რაც თქვენში ბრას და გაურკვევლობას იწვევს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გიჭირთ მისი გაგება. ხშირად აგრესიის უკან იმალება შიში, შფოთვა, მარტოობა, გაურკვევლობის გრძნობა და მოზარდმა ყოველთვის არ იცის, როგორ თქვას, მტკივა მეშინია, არ ვიცი ვინ ვარ, ამიტომ ის ყვირის, დამანებეთ თავი. თუ თქვენ მასთან ბრძოლას გააგრძელებთ, მის გაკონტროლებას, რჩევების მიცემას დაუსრულებლად. არაფერი გამოვა, რადგან საჭიროა გესმოდეთ კონტექსტი. შეიძლება ამ პერიოდის შემდეგ გაჩნდეს უნდობლობა და მომავალში შვილი ძალიან ჩამოგშორდეთ, ან შეიძლება მშობლების ზეგავლენა და ზეწოლა იმდენად დიდი იყოს, რომ უბრალოდ ჩაკლას მოზარდში თვითგანვითარების პროცესი, რაც ადამიანზე დამანგრევლად მოქმედებს. მომავალში შეიძლება განუვითარდეს დამოკიდებულებები, აგრესია, დაბალი თვითშეფასება და მუდმივი დანაშაულის გრძნობა. ბრაზის და აგრესიის გამოხატვა მოზარდობის დროს არის ნორმალური, რადგან ის არის პროტესტი, რომელიც ადამიანის განვითარების საშუალებას აძლევს და აუცილებელიცაა. მოზარდების გარშემო ბევრი რამ ხდება: სკოლა, მეგობრები, მშობლები და ამავდროულად მათ უწევთ აღმოაჩინონ საკუთარი თავი. მოზარდს უწევს ვარი თქვას მშობლის ხაზზე და გაანალიზოს, რომ ის, რაც მშობელს მოსწონს, მისი არ არის და აუცილებელია საკუთარი აირჩიოს. ისინი უნდა გამოეყონ მშობლებს, რომ საკუთარი თავი იპოვონ. თქვენ მშვენივრად იცით, რომ იდეალური მშობელი არ არსებობს და მოზარდები ამას ამჩნევენ. მნიშვნელოვანია მათ მივცეთ გამოცდილება, რომ აქვთ უფლება არ მოსწონდეთ სხვა ადამიანების თვისებები და ქცევები და პროტესტის გამოხატვას ისინი სწავლობენ ოჯახში. თქვენი მოვალეობაა დაეხმაროთ მათ გამოავლინონ საკუთარი გრძნობები ისე, რომ არ ეშინოდეთ მშობლის რეაქციის. სწორედ ეს არის მშობლობის რეალური არსი. დაეხმარო ახალგაზრდას, გახდეს ინდივიდუალური და ასწავლო გამოახატოს აგრესია სწორი ფორმით. ეს არ არის უმადურობა, ეს არის განვითარების პროცესი. მშობლობა არის ერთგვარი ქველმოქმედება. მოზარდები არ არიან ვალდებულები დაემორჩილონ მშობლის სურვილებს, სად ჩააბარონ, ვინ შეიყვარონ, როგორ ჩაიცვან, ვისთან იმეგობრონ. ეს მათი არჩევანია. და თუნდაც შეცდნენ, ეს ასწავლის მათ პასუხისმგებლობას. შეიძლება თქვენ გეშინოდეთ, რომ შეცდომებს დაუშვებენ, მაგრამ შეცდომები აუცილებელია და ერთადერთი, რაც მათ დაეხმარება ნაკლები შეცდომა დაუშვან, მათზე ზეწოლის შემცირებაა. რადგან რაც მეტია ზეწოლა და კრიტიკა, მით მეტი შანსია, რომ ადამიანმა ვერ მოახერხოს გაანალიზება საკუთარი სურვილების და გრძნობების და არასწორი მიმართულება აირჩიოს და შემდეგ შეეშინდეს ამ შეცდომის აღიარების, რადგან შეეშინდება თქვენი სიტყვების. ხომ გეუბნებოდი, აი ხომ ხედავ, არაფერი იცი, ამიტომ მე უნდა დამიჯერო. დანარჩენი წაიკითხეთ აღწერაში. ნახვამდის.